აჰარი. მომეცი შვილო, მომეცი, მე ვცდი. დედა, რა მოხდა? არაფერი შვილო, ნუ ღელავ, არაფერი. ისო სიდისო უგონოდ არის თუ თავს გვაჩვენებს? არა, აინურ ხანიმ. გაუნცრებლად ზის. კარგი შეეშვი, დაგვეხმარე. გონულ ჰანიმ. და სად არის ეს ძვირფასეულობა? სადღაც აქ არის ჩემ ჩანთაში. ჩანთა ძვირფასეულობით არის სავსე. როგორი ჩანთაა? მუქი ლურჯი ჩანთაა. ბრენდულია, მაშინვე მიხვდები. რა თქმა უნდა. ვიცი ეს ჩანთა. ჰო, ვიცი. შეწყვეტეთ აისუნ ხანიმ. ასეთი მეამიდი და სულელი გონი ვართ? ყალბის სამკაულები უნდა შემომდენო? რა, თვალები არ მაქვს? რა ყალბი, ჰაჯერ? საიდან მოიტანე რომ ყალბია? რა თქმა უნდა ყალბია. ეს ზუსტად ვიცი. ჰაზანმა თქვა. რა თქმა უნდა, ჩანთა ჰაზანის ხელში დაინახეთ და იფიქრეთ, ჰაჯერი ფულის გიჟიაო. იფიქრე რომ ამ ჩანთას მივცემ და გავიქცევი. ყალბია თუ არ არაში მაინტერესებსო. შესაძლოა ხარბი ვარ, მაგრამ სულელი არა. არაფერი გამოგივა, გაიწიე. Ben seni akıllı sanırdım Hacer. მე უფრო ჭკვიანი მეგონე ჰაჯერ. Ama Hazan kandırmış. მაგრამ ჰაზანმა მოგატყუა. ყველა ის სამკაული ძვირფასია. შეიძლება ჩემი სამკაულები ყალბი იყოს. Vay be. ყოჩახ. ჰაზან, Sana bak. გითხრა ყალბიაო. მიხვდა. ადვილად მოგატყუა. ჩემ შვილთან ახლოს მიკარება არ გაბედო. გონულ ჰანიმ. რას მიზამ? რამე იდეა გააქვს? ძალიან კარგი. ახლა იდეები ძალიან საჭიროა. დემრი სიჩქარეს მოუმადეთ ხო? უნდა მოვასწროთ სანამ რამეს დაუშავებს. ისედაც სწრაფად მივდივართ ჰაზან. ნუ ღელავ. მათ გადარჩენას მოვასწრებთ. მოვდივარ დედა. მოვდივარ. Demek Hazan kandırmış. ესე იგი ჰაზანმა მოგატყუა. Yapacak რატომაც არა? Bir daha zaten onu თუ კი მას ვეღარასდროს შეხვდები. იმასაც ვერ გითხავ, რატომ მოგატყუა. ეს რას ნიშნავს? საფრთხელოდება? რა ხდება?
არაფერი. რადგან ძვირფასეულობა ხაზელმა მოიპარა, დედამის ხელს მოკიდებს და მდიდრების რაიონში გადავა. ხაზანი და გონული ვილაში იცხოვრებენ. მე ციხეში ვიჯდები. შენგი მოხუცებულთა თავშესაფარში. რას ვიზამთ? ცხოვრება ასეთია. მაგრამ შენ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია. მომისმინე, ხაზარმა ძვირფასეულობა რომ დაიდოვოს, მე ბევრი ფული მაქვს. ორჯერ მეც მოგცემ. ნახტ ფულს, დოლარში. ხაზანს ჰქონდეს სამკაულები. ამით მე არ გავღარიბდები. რა სიტყვი ხაჯერ? დამთანხმდი. გაიძიე. ასეთ ფულზე უარს არ იტყვეს. ჰაჯერისნაირი ადამიანი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს არასდროს. დათანხმდება. დათანხმდება. ახლა ჩემს ხელში ხარ. შერებ, შვილო, ნუ გეშინია, ვერაფერს დაგიშავებს. არ მიუახლოვდე. გაიგე? ბევრი მოგითხოვე? მხოლოდ ის მინდოდა რომ ყვარებოდი. და შენ რა გააკეთე? ცხოვრება დაუნდობლად დამინგრიე. მე რა დავაშავე? მხოლოდ მიყვარდი. ასეთი შენ გამხადე. ამის გამო პასუხს აგებ. ყველანი დაიჯებით. შერებ გეყოფა. გეყოფა. შეჭერდი სანამ გვიანი არ არის. ჩვენი დახოცვით რას მოიგებ? შურიძიების გამო ცხოვრებას დაინგრე. აისუნმა პისტოლეტი უკვე მოიშორა და გაიქცა. შენ კი თავს დაიღუპავ. შერებ გთხოვ გონს მოდი. ყველაფერი დამთავრდა. მახეში ჯალათთან ერთად აღმოჩნდით. ახლა ერთადერთი მიზანი მამოძრავებს. შურის ძიება. მიდი, ხაჯერ. ამანგეს უნდა წამოეგო. ალო, ნურჯან, როგორ ხარ? კარგად გმადლობ, მოხდა რამე? რაღაც მინდოდა მეკითხა. ლეილას მეგობარმა თავისი ახალი კაბისთვის სამკაულები შეიძინა. ხაზანმა მე დამიდოვა. თქვა ნურჯანი წაიღებსო. ხაზანი გავიდა, მეც მალე უნდა გავიდე. შეგიძლია დროზე მოხვიდე. რას ამბობ ხაჯერ? რა სამკაულები, მე არაფერი ვიცი?
ურჯან, ხაზარმა ნურხანი ახსენა. ალბათ მომესმა მაბადია. არა უშავს, ყველაფერი ხდება. კარგად იყავი, ხაჯერ. წარმოგიდგენია? ხაზარმა ჩემი გასულელება სცადა. მომატყუა. შენც არაფრით ბჯობი ხარ. როგორც იქნა. მიდი ხაჯერ, ტაქსი გამოიძახე. შენს ფულს კი საღამოს მიიღებ. ერთი წუთით აისუნ ხანიმ. რა იყო ბაჰარ? შეშინებული თვალებით რატომ მიყურებ? ეს მონსტრი შენ შექმენი. გასაგებია? შეხედე რას დაამსგავსი ადამიანი, რომელიც შენი სიყვარულის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი. ჩემთვის ერთი შანსი რომ მოგეცა, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. გაცილებით სხვაგვარად. სავარაუდოდ იქით იქნებიან. აქ დამელოდე, შესაძლოა შეიარაღებულია. ძმაო დემირ, გთხოვ, მეც წამოვალ. ჰაზან, არა. აქ დამელოდე. თავს გაუფრთხილდი. ეს თქვენ გინდოდათ. შედეგზე პასუხს მე არ ვაგებ. ბაჰარ. ვიცოდი რომ ჩემს მკლავებში მოხვდებოდი. ბაჰარ. მაგრამ ასე არა ბაჰარ. არ მეგონა ტკივილს თუ მოგაყენებდი. არ გინდა შერებ. ვიცოდი რომ ჩემს მკლავებში მოხვდებოდი. შერებ. დემირ. აქ ვარ ბაჰარ. აქ ვარ. რადგან ასია ფინალური ბრძოლისთვის მოემზადე, ბატონო ადვოკატო. მოდი. ყველაფრისთვის პასუხს აგებ, მანიაკო. დედა. დედა. ხაზან. ხაზან. დემირ, შეწყვეტე, გთხოვ, შემოგაკვდება. ამ ნაძირებას გამო ცხოვრებას ნუ დაინგრევ. ადექი, დემირ. რა ხდება, ხაჯერ? რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდე. მე არ მithქვამს სადი მეთქი. შეწყვეტე ჩემთან თამაში, ხაჯერ. რა გინდა? კონკრეტულად რა თანხას მპირდები?
3 მილიონს 3 მილიონს 3 მილიონ დოლარს Ya şimdi beni bırakırsın. ანახლავე გამიშვებ აქედან Zenginlik და hissetmeye სიმდიდრით და ateş ფუფუნებით დატკბები Ya da ან მთელი ცხოვრება ömür boyu böyle bu სიხარიბეში გაატარებ sefalet შენს ღარიბ მესობლებთან ერთად sen seç. აირჩიე Hayal bile edemeyeceğim. მინდი ჰაჯერ ეს იმაზე ბევრია ვიდრე წარმოგედგინა Bir daha ayağına ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლება დაფიქრდი hayır. არა Hayır. არ გაგიშვებ Paranı da ne? შენი ბინძური ფული არ მჭირდება გასაგებია Saçmalama Hacer bak. ნუ სულელობ ჰაჯერ გონს მოუხმე ორივე ვიხეირებთ Aysun, აისუნ ჰანიმ sen bugüne kadar შენი ბინძური საქმეების დაფარვას მიჩვეული ხარ ama bu sefer bir მაგრამ ახლა ისე იქნება როგორც მე ვიტყვი მართალია ფული მიყვარს senin gibi bir მაგრამ არც იმდენად რომ ფულის გამო შენი სანამკულელს მუხლებში ჩავუვარდე sakin. ჰაჯერ Eğer თუ იმის გეშინია რომ ამდენი ფულის მიღების შემდეგ polis izin პოლიცია თანხის წარმომავლობის ძიებას დაიწყებს ნუ გეშინია sadece ikimiz ეს ჩვენ შორის დარჩება zaten elden ფულს ხელში მოგცემ kimse ვერავინ ვერაფერს გაიგებს ama ben biliyorum. მე ხომ მეწოდინება Ben bileceğim. ამ ყველაფრის მერე Bile დემირს თვალებში როგორ ჩავხედავ Senin შობს თამაღა თავაწეულმა ვიარო უფულოდ ვიდრე ფულით daha iyi. მაგრამ სინდის ნამუქსისგან გარეცხილმა ჰაჯერ კარი გააღე ჰაჯერ თავი ანგელოზად ნუ მოგაქვს ჰაჯერ ძალიან კარგად გიცნობ ფულის გამო ყველაფერზე წახვალ საკმარისია არ გესმის გეყოფა Bunca zaman beni მთელი ეს პერიოდი ჩემს ჭკუაზე მატრიალებდი oynatamayacağım. მაგრამ ამჯერად არაფერი გამოგივა გასაგებია არ გამოგივა Belki hayatımda ცხოვრებაში პირველად არ ვიქნები ეგოისტი და სწორად მოვიქცევი sen შენ yaptın. მაინც მოგიწევს პასუხისგება ყველა იმ დანაშაულის გამო რომელიც ჩაიდინე ყველაფრისთვის დაიჯები კარი გააღე მეთქი იდიოტო საქმე ძალიან დიდ ფულს ეხება 3 მილიონ დოლარს გააღე ახლავე გააღე იდიოტო კარი გააღე Ay. Milyon 3 მილიონ დოლარზე ფიქრიც კი არ მანიჭებს იმ ხელა სიამოვნებას რამდენადაც იმაზე ფიქრი რა გელოდება içimin yağları eridi. ბედნიერი ვარ Çok რა ბედნიერი ვარ yıllarca beni წლების მანძილზე ზემოდან მიყურებდი მამცირებდი შეურაცხყოფას მაყენებდი yanı buldun. მაგრამ ახლა იმას მიიღებ რაც დაიმსახურე აისუნ კარი გააღე ჰაჯერ გეუბნები კარი გააღე გააღე ამდენ ფულს სად იშოვი გააღე კარი ჰაჯერ გააღე უნდა წავიდე სასრაფოდ გესმის ჰაჯერ როგორ შემეშინდა დემირ მეშინოდა რომ ვერ მოგისწრებდი შენ გარეშე გატარებული ყოველი წამი სიკვდილის ტოლფასია
მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. ყველაფერი დამთავრდა. შერეფი და აისუნი დამსახურებულ სასჯელს მიიღებენ. დამნაშავე სად არის? თამაში არ დასრულებულა. ვერ მოვისვენებ, სანამ ყველას არ გაგანადგურებთ. ერთმანეთს ისევ შევხვდებით. სხვა გამოსავალი არ დამიტოვე ხაჯერ. ჰაჯერ. ჰაჯერ. ვეღარ ვსუნთქავ ჰაჯერ. ჰაჯერ. ცუდად ვარ ჰაჯერ. ჰაჯერ. ცუდად. აისუნ? აისუნ, რა დაგემართა? ღმერთო. რა დაემართა? რამე რომ მოხდეს, მე დამაბრალებენ. აისუნ. აისუნ. შენებრალია ჰაჯერ. დიდი შეცდომა დაუშვი, როცა ფულზე უარი თქვი. ასე მოხდა სინან. მეგონა შერეფი ვერსად გაიქცეოდა. ის კი მოულოდნელად დაორთქლდა. 2 წუთით ყურადღება გადავიტანე და არ გინდა თავს ნუ იდანაშაულებ დემირ. ბაჰარის გადარჩენა რომ შეძელი, ეს უკვე კარგია. ყველაზე მთავარი ხომ ეს არის, არა? გადარჩენა ისე გვიხაროდა, რომ შერეფი მომენტალურად დაგვავიწყდა. თორემ ვერ გაგვიქცეოდა. ხო, დემირ, ასე იყო. ღმერთმა დაგლოცოს, დროულად მოხვედი შვილო. თორემ შერეფი არ დაგვინდობდა. რა კარგია რომ მოგვისწარი. ღმერთმა დაგლოცოს შვილო. სინან, დიდი მადლობა. დაგონული სახლში ბიჭები რომ გაგზავნე. გმადლობა ამისთვის. დეიდა ჩემი უგონოდ იყო, ისინი დაეხმარნენ. დიდი მადლობა. ეს ჩვენი სამუშაოა. დარწმუნებული იყავი მათ მალე ვიპოვით. არ ინერვიულო. აისუნზე და შერებზე ინფორმაცია პოლიციას გადაეცა. მათი დაკავების ორდერიც გაიცა. ვერსად გაიქცევიან. საზღვარზე არ გადაუშვებენ. კარგი, გასაგებია სინან. დროებით. ვერ ხვდები ახლა რა იქნება? შერეფი და აისუნი ხელიდან დაგვისხლტნენ. ბევრი ვეცადეთ, მაგრამ შედეგი ასეთია. სამწუხაროდ. ხო.
ნეტა ვაისუნი მაინც არ გაქცეულიყო. ჩემი ბრალია. ასე ნუ ამბობ დეიდა. როცა გავიგე რომ აისუნმა გაქთიშა, ძალიან მინერვიულე. ისე ძლიერად დამარტყა რომ ალკაჯი. კარის გაღებას არ ვაპირებდი, როგორ არ ვიფიქრე. აისუნი ხომ ძალიან ცბიერია. უნდა მეფიქრა. კარგი ჰაჯერ. თავს ნოიტანჯა. მას აუცილებლად იპოვიან. გონულ მას არ იცნობ. მასში ეშმაკია ჩასახლებული. რადგან გაიქცა, ეხარ იპოვიან. ღმერთო. ხო, გეუბნები სასწრაფოა მეთქი. დღეს საზღვარგარეთ უნდა გავემგზავრო. შეგიძლია დამეხმარო? არა, ასე არ გამოვა. რას ნიშნავს არ გამოვა? ტელეფონით ვერ გეტყვი, უნდა შევხვდეთ. ლოკაციას გამოგიგზავნი. შეგიძლია მოხვიდე, მაგრამ მომზადებული. ამაზე ნუ ხელავ. მოვაგვარებ. მხოლოდ ახალი სიმბარათი და ტელეფონი დამახვედრე. კარგი, მაგრამ ეს დამატებითი მომსახურებაა, გაითვალისწინე. ეს არ არის მნიშვნელოვანი, ლოკაცია გამომიგზავნე. ახლა რა იქნება? გაგვექცნენ? ნუ თუ ეს ყველაფერი შერჩათ. საშინელი დანაშაულები ჩაიდინეს, რომ ვერ იპოვონ? მე რა ვქნათ? ვიპოვით, ნუ ღელავ. ცუდზე ნოიფიქრებ. თუ გადაწყვეტეს რომ შური იძიონ? ეს არ მოხდება დაუგონო. გეყოფათ. ნუ ხართ დაძაბული. შორს ვერ გაიქცევიან. აუცილებლად იპოვიან. საბოლოოდ დააკავებენ. აისუნი საზღვარგარეთ გაქცევას ვერ შეძლებს. სად წავა? მართალია. ლეგალურად ვერ გავა. მაგრამ სხვა გზა რომ გამოძებნოს? ნუ გეშინია შვილო. ნუ გეშინია. ბოროტება დაუსჯელი არ დარჩება. ნუ გეშინია. გთხოვ. ასეა. აისუნი მურიელივით დაკმენს საკუთარ თავს. აი ნახავთ. იმედია. იმედია ის იქნება როგორც ამბობთ. მას არ იცნობთ. ჰაზან. ყოჩაღ. აისუნთან გამკლავება როგორ შეძელი? თან შენს მდგომარეობაში. ყოჩაღ. ხო, ვისი შვილი ვარ? დედაჩემს რომ რამე მოსლოდა, არავის დავინდობდი. მისთვის ძალა რომ არ დაგეტანებინა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. კარგი, მიუხედავად იმისა, რა გადავიტანეთ, კარგიც ხომ მოხდა? გონულ ხანიმა წლების მერე დაკარგული შვილი იპოვა. რა?
რომელი შვილი გონულ? დედა. აი ნურხანიმი რაზე ლაპარაკობს? ხაზან. შვილო, შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. მითხარი დედა. ბაჰარი. ბაჰარი შენი ხვიძლი და დედა, საყვარელო, ეს რას ნიშნავს? ბაჰარი ჩემი ხვიძლი და როგორ შეიძლება იყოს? ხაზან, შვილო. მე ადრე მოგიყევი, რომ შენს დაბადებამდე გოგონა გამიჩნდა. მე ხო, მითხარი, რომ მშობიარობის დროს გარდაიცვალა. გამოდის რომ არ მომკვდარა. ის ცოცხალია. უსინდისო მამა შენი. ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ შვილი დავკარგეთ. ჰარუნ ბეის კი უთხრა რომ ბაჰარის დედა მშობიარობას გადახვა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვი ჰარუნ ბეის მიჰყიდა. მამამ, ჩემი და გაყიდა? წარმოუდგენელია. ეს როგორ გააკეთა? აღმოჩნდა რომ ბაჰარი ჩემი შვილია, რომელსაც მთელი ეს წლები დავტიროდი და გარდაცვლილი მეგონა. მე ვერ ხვდები. მაპატიეთ, მაგრამ ვერაფერს ხვდები. მე ვერაფერს ხვდები. ხაზან, დამშვიდდი. ჰარუნ ბეი და მისი ცოლი თვლიდნენ, რომ ბაჰარის დედა გარდაცვლილი იყო, ამიტომაც იშვილეს. სხვაგვარად ასე არ მოიქცეოდნენ. მათ მართლა არაფერი იცოდნენ. უთხრეს, რომ ბავშვმა დედა დაკარგა, დაობლდა. შვილად ამიტომ აიყვანეს. ეს ყველაფერი მამა შენის ბრალი იყო. ჭკუიდან შევიშლები. დედა არაფერი მესმის. ღმერთო, ბედის წერა რა ყოფილა? ეს როგორ მოხდა? გაუგნებული ვარ. შვილო, არი ნერვიულო შვილო. გთხოვ. მადლობა ღმერთს, წლების მერე შენს ხვიძლდას შეხვდი. არა, ვერ ხვდები ეს როგორ მოხდა.
ის როგორ გაარკვიეთ? დარწმუნებული ხართ რომ ასეა? დარწმუნებული ვარ შვილო. დარწმუნებული ვარ. როგორ? Kapalı kaldığımız yerde როცა იმ შენობაში ვიყავით გამოკეტილი, bildiklerini anlattı. Zaman აინურ ხანიმა მითხრა როგორ გამაშვილეს. hepsi tutuyor. დრო, ადგილი, ადამიანები, Doğru yani bu. ყველაფერი დაემთხვა. Biz ეს სიმართლეა, ჩვენ დები ვართ. İnanabiliyor musun? წარმოგიდგენია? Ben მე daha bugün სულ ცოტა ხნის წინ მეგონა რომ bütün ailemi მთელი ჩემი ოჯახი დავკარგე. Şimdi ახლა კი დედაც მყავს şimdi და უმცროსი დაც მყავს. üstelik უფრო მეტიც. yolda gelmiş. ძალიან მალე დიშვილი შემეძინება. Şaşırdım. ვიცი, გაუგნებული ხარ. მაგრამ იცოდე რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარ ხარ. მოდი. ჰასან. ძირფასა. დაიკო. 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 ღმერთო. დიდება უფალს. აი ტელეფონი. მაგრამ ჯერ ფული მაჩვენე. რადგან ასეთი სასწრაფოა ძვირი დაგიჯდება. როგორც გითხარი ტელეფონი დამატებითი მომსახურებაა. ვფიქრობ ეს საკმარისი იქნება. საკმარისია, საკმაოდ სოლიდური თანხაა. როგორ და საიდან გამამგზავრებ? კარგი, პირდაპირ საქმეზე გადავალ. შილეში ძველი ნავთობის ქარხნის მიმდებარე ნავსადგურია, იქ მიდი. ჩემი ხალხი დაგხვდება. ჩემი სახელი ახსენე. ნავთან მიგიყვანენ. გზაში რამდენ ხანს ვიქნებით? თუ პრობლემა არ იქნება, 8-9 საათი. კარგია. მაგრამ ყურადღებით იყავი, არავინ აგედევნოს. კარგი, ნუ ხელავ. მომეცი. Seni ilk gördüm. მაშინვე შეგიყვარე. Sana გაცნობისთანავე. ısındı ki. Annem de არც დედა, არც მე უცხოთ არასდროს მიგიჩნევდით. çekmedi. თითქოს ერთმანეთს მთელი ცხოვრება ვიცნობდით. Ben de მართალია. მეც იგივესგან მიცდიდი.
იქამდეც კი სანამ ამ ყველაფერს გავიგებდი. ჯერა. სანამ გავიგებდი, რომ დედა ჩემი იყო, თავს მის შვილად ვთვლიდი. შენ კი გაცნობისთანავე იმდენად ახლობლად მიგიღე, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემ. დაიკო. შენ ისე კარგად მებყრობოდი. როგორ შეიძლებოდა არ შემყვარებოდი? ვერ ვიჯერებ. ეს როგორ მოხდა? მეც ვერ ვიჯერებ. ხედავ რა ხდება. შენ ჩემი და ხარ. მე კი ეს არ ვიცოდი. მაგრამ ნახავ. ძალიან კარგი დავიქნები. ყველგან დაგიცა. ჩემი დის წყენინების უფლებას არავის მივცემ. იცი? დედა ვილაში მოვიდა და ჩემს მფარველ ანგელოზად იქცა. ახლა მე ვარ შენი მფარველი ანგელოზი. პირდები ყოველთვის დაგიცა. დაიკო, ჩემო ლამაზო. დედა, მოდი, ჩვენთან ერთად დაჯექი. შვილებო, მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ესეც ესე. შერეფისგან და აისუნისგან გათავისუფლდით და ახლა იმედი გაქვთ, რომ ბედნიერები იქნებით, არა? თქვენს ბედნიერებას ერთ წამში დავამსხვრევ. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად ბედნიერი ვარ. გონული ხომ ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი სანდო და საიმედო ქალია. ის არაჩვეულებრივი დედაა. ისე რომ არაფერი ვიცოდი, შენი თავი დედა შენს ჩავაბარე. გასაოცარია. შენც რაღაც იგრძენია რა? არ ვიცი, მაგრამ მიხარია. გონულ ჰანიმი, ჩემი საყვარელი ადამიანის დედა რომ აღმოჩნდა. უკეთესი რა უნდა მომხდარიყო. გეთანხმები. დემირ, ჩემთვის დედის არჩევის შესაძლებლობა რომ მოეცათ, ნამდვილად მას ავირჩევდი. ასეც იქნებოდა. თქვენ ხომ ერთმანეთი დანახვისთანავე შეგიყვარდათ. ხომ ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდებაო. ამის მაგალითი თქვენ ხართ. სწორედ ასეა. თითქოს ერთმანეთი მივიზიდეთ. იცი,
როცა დედამ მითხრა, რომ მისი შვილი ვარ, ძალიან დავიბენი. თითქოს გავიყინე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, ვინ ვიყავი და ვინ ვარ. ამ ქვეყნად საუკეთესო ქალი ხარ და კიდევ ჩემი შეყვარებული. დემირ, კარგი საყვარელო. მითხარი ასე რატომ ფიქრობდი? მითხარი. მამა ჩემი არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რას ნიშნავს მამობრივი სიყვარული და მზრუნველობა. მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს დედა დემირ. არ ვიცი. ამიტომ ახლა თუ ვინმეს დედას დავუძახებდი, ნამდვილად ვერ წარმომედგინე. მე ახლა დედა მყავს. დედა ჩემი ცოცხალია. დემირ, ახლა დედა მყავს, დემირ. დედა მყავს. დემირ, დედა მყავს. დედა. ამ გრძნობას ვერ აღბწერ. იცი რა სურვილი მაქვს? ახლა მინდა რომ ჩემი საყვარელი ადამიანების გვერდით ვიცხოვრო. მინდა რომ ჩემო ოჯახმა იმაზე უკეთი ცხოვროს, ვიდრე ცხოვრობდა. ჩვენ ამას გავაკეთებთ. პირდები ეს ასე იქნება. ახალი არაჩვეულებრივი ცხოვრება დავიწყოთ. მართლა ვერ ვიჯერებ. როცა უეცრად სიმართლეს იგებ, ძნელია ყველაფერი გააცნობიერო. დედა, როგორ ფიქრობ, მომავალში რა იქნება? არ ვიცი, შვილო. ამას ყველა ერთად ვნახავთ. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, ხაზან. ამიერიდან აღარასდროს მოგცილდებით. აღარ დაგკარგავთ, არასდროს გაგიბრაზდებით. ამიერიდან ჩემი ორივე შვილი ჩემ გვერდით იქნება. ღმერთ მაგნას, დედა. გეფიცები მეშინოდა, რომ რაღაც დაგემართებოდა. თავსაშილად ვგრძნობდი აისოს, რომ დაუჯერე. საკუთარ თავზე ვბრაზობდი. კარგი შვილო, კარგი. დამთავრდა. ადამიანი საკუთარ შეცდომებს ესწავლობს. ასეც მოხდა. ჩემო ძვირფასო. დედა, მაპატი. ძალიან მენატრაბოდი. ცხოვრება საოცარია. იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა. აისუნის და შერიფის მიერ ჩადენილი ამდენი ბოროტების მერე. ისეთი რაღაც მოხდა, რამაც ყველა გაგვაბედნიერა. იმ დროს, როცა ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, დედა ვიპოვე. დემირ, ეს იცი რას გავდა? ჯოჯოხეთში 64 კარის პოვნას. ხო, ძვირფასო. ამჯერად ბედმა ნამდვილად გაგვიღიმა. სიმართლე გითხრა, არ მიგვირს. იმიტომ რომ სადაც შენ ხარ, ის ადგილი სამოთხეა. ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება შენ გვერდით ყოფნაა. შენ გვერდით ყოფნა ჩემთვისაც ბედნიერებაა. როცა ჩემ გვერდით ხარ, არაფრის მეშინია. იმიტომ რომ ვიცი მოხვალ და გადამარჩენ. შენ ჩემი გმირი ხარ.
თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი. სწორედ ისეთი ზღაპრებში რომ ხდებოდა. გმადლობ, პრინცესა. თავს უხერხულად ვგრძნობ. ახლა ფეხებში ჩაგივარდებით. თუმცა გმირობაში დედას ვერ გაეჯიბრები. დაგონულს შეხედე. როცა მის შვილებს ვინმე ზიანს აყენებს, მაშინვე ვეფხვად იქცევა. მართალია. მაგრამ ხაზანს შეხედე. აი, სულს რა უკნა. ნუ იტყვი. ისე შეაშინა რომ ესე იგი ჩვენი ოჯახის ქალების უნდა გვეშინოდეს. მართალია. ჩვენი ოჯახის ქალები. ვერ ვიჯერებ რომ ეს მესმის. ჩემი ოჯახი. ჩემო საყვარელო. ახლა მე დამივიწყებ არა. პირველი შვილის გამო ისე დარდობდი. მე აღარც გაგახსენდები. რას ამბობ შვილო? განა შეიძლება შენზე არ ვიფიქრო. ასეთი რამ როგორ ვიფიქრე? ეს შეუძლებელია. არ ვიცი დედა. ადრე ერთი ყავდი. ნახავთ. ჩემო ძვირფასო. განა დედები შვილებს ასხვავებენ. განა ეს შესაძლებელია. ბახარის პოვნა ჩემი შენ და მის სიყვარულს როგორ შეანელებს. შენ ჩემი გულის ნაწილი ხარ. ისევე როგორც ბახარი. ვიცი დედა, ვიცი. უბრალოდ გეხუმრები. როგორ შეიძლება არ ვიცოდე? შენი მხლა გული გაქვს. ადგილი ორივესთვის მოიძებნება. ეს ზუსტად ვიცი. ასეა შვილო. ჩემს გულში ისედაც ორივე ხართ. მაგრამ მე უფრო დიდი ადგილი მიკავია. ჩემო ძვირფასო. ჩემო ლამაზო. ცოტაც მოითმინე საყვარელო. ერთადერთი რაც გვინდა არის ის, რომ აისუნი და შერეფი დაისაჯონ. საბოლოოდ სამართალი იზეიმებს. მალე ეს ყველაფერი მოგონებად იქცევა. სანერვიულო აღარაფერი გვექნება. ვიცი. იმიტომ რომ ერთად ნებისმიერ განსაცდელს გადავლახავთ. თავი როგორ მტკივა. იმ ალქაჯმა როგორ ჩამარტყა. საბრალო ჰაჯერ. ლატარია შენ გარდა ყველა მოიგო. ხედავ. წლების მერე გონულმაც მიიღო ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდა. დაუჯერებელია. ბაღარი გონულის შვილია. არა, ზუსტად ვიცი, რომ მე არ დამივიწყებენ. რომც დამივიწყონ, დემირს არ დავავიწყდები. დედას არ აწყენინებს. ჰანი მეფენდი, გისმენთ? ეს რაო ბეიმ დემირ ბეის გამოუგზავნა. მართლა? რა არის? ნიშნულოვანი გზავნილია, ინებეთ. ხელმოწერაა საჭირო. არა, ხელმოწერა არ უთხოვია. ღმერთო. მოიცა, ხელმოწერაც არ უთხოვია. დემირ შვილო, შენ სახელზე გზავნილია.
რაუფ ბეისგან. რაუფ ბეისგან? ვინ მოიტანა? კურიერმა სწრაფად მომცა და წავიდა. სწრაფად? ეი შენ, შეჩერდი. მოიცადე. მოიცადე მეთქი. უკაცრავად. ალო ეჯე. კარგად ვარ. გირეკავ რომ არ გენერვიულა. მიხარია და უძალიან შემაშინე. გონს მოვედი ნუ ხელავ. კარგი, უკეთესი ხმა გაქვს. უკეთ ვარ ეჯე. იცი რატომ გირეკავ? რაღაც პერიოდი გარემოს შეცვლა მინდა. დაკავშირება რთული იქნება, მაგრამ არ ენერვიულო, კარგი? რა მოხდა, პრობლემები გაქვს? არა, სერიოზული არაფერი. ნუ პანიკობ. ცოტა ხნით გამარტოება მინდა. სიმშვიდეში. თუ ვერ დამირეკავ, არ შეგეშინდეს. ეს ნომერი ჩაიწერე. ამით ვისარგებლებ. შესაძლოა კავშირი არ იყოს, მაგრამ მე დაგირეკავ ხოლმე. დაო, ტელეფონის ნომერს იცვლი. მეუბნები რომ დაკავშირება გამიჭირდება. რა ხდება? რატომ მიემგზავრები? ახლა ბევრი დრო არ მაქვს. ნუ რაფერს მკითხავ. ჩემგან ინფორმაციას დაელოდე. კარგი? კარგი დაო, დროებით. გოცნი. ჯანდაბა. დასთან დარეგვისაც მეშინია. სადამდე მივედი. მაგრამ აისუნის დამარცხება ადვილი არ არის. მთელი სამყარო რომ დამიპირისპირდეს არ დავეცემი. რა ხდება? შვილო, ეს რა არის? ჰაჯერ, ეს საიდან გაჩნდა? გზავნილი კურიერმა მოიტანა. დემირის სახელზეა. თქვა რომ რაუფ ბეისგან არის. დემირი უკან გაყვა რომ დააზუსტოს. ვიძია რაუფმა გზავნილი რატომ გამოგზავნა? თან დღეს. მან ხომ არაფერი იცის. თქმა ვერ მოვასწარეთ. რატომ გამოგზავნა? ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის